უკრაინული სამხედრო დანაყოფის სპარტანის ჯარისკაცები წვრთნებს ყოველდღიურად ატარებენ. ვარჯიში უმეტესად დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონის პოკროვსკის რაიონში მიმდინარეობს. ეს ადგილი ამჟამად ბრძოლის ეპიცენტრია. ქალაქი, სადაც ოდესღაც დაახლოებით 60,000 ადამიანი ცხოვრობდა, თვეების განმავლობაში რუსეთის მხრიდან განუწყვეტელი თავდასხმების სამიზნე იყო. მისიები გვაქვს პოკროვსკის სექტორში. დინამიკა იგივეა, როგორიც ადრე იყო. ჩვენ წარმატებით ვასრულებთ დაბალებებს. რუსები კვლავ ცდილობენ თავდასხმას, მაგრამ ჩვენ ისევ ვუტებთ. მათი დანაკარგი საკმაოდ დიდია. რუსებმა პოკროვსკის გარშემო შექმნეს ეგრეთ წოდებული ჯიბე, იგივე ალყა, თუმცა უკრაინელი სამხედროები ქალაქს კვლავ აკონტროლებენ. შესაბამისად, საცხოვრებელ ტერიტორიაზე ბრძოლები ჯერ არ დაწყებულა. გავრცელდა ინფორმაცია ქალაქში რუსი დივერსანტების შესვლის შესახებ, თუმცა როგორც სამხედროები ამბობენ, ეს ჯგუფები განეიტრალებულია. Дрон, ниже на прием. ჩვენ პერსონალს იმის მიხედვით ვამზადებთ, თუ რამდენი ჯარისკაცია მობილიზებული წვრთნისთვის. ეს ნიშნავს, რომ მათი ჩამოსვლიდან 2 კვირა მუშაობა სავალდებულოა. მაშინაც კი თუ ადაპტაციის კურსი არ გვაქვს, მაინც ვატარებთ მათთვის წვრთნებს. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ მათ უნარებს. ჯარისკაცებმა ყოველთვის უნდა განაგრძონ სწავლა და სადონ საკუთარი უნარების გაუმჯობესება. ეს გადაარჩენს როგორც მათ, ისე თანამებრძოლების სიცოცხლეს. საწვრთნელ პოლიგონზე, რომელიც ფრონტიდან მხოლოდ 45 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ყველაფერი ისეა მოწყობილი, თითქოს რეალური ბრძოლაა. 35 წლის ჯარისკაცი მეტსახელად კომრადი არმიას ახლახან შეუერთდა. ის ფიქრობს, რომ ომი მალე არ დასრულდება. შიში ნორმალურია, რაც შეეხება мотивაციას, უკან დასახევი გზა არ არსებობს. თუ ჯარში ხარ, უნდა იბრძოლო. თუ უკვე აქ ვართ, უნდა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა და ასევე ერთმანეთი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ექსტრემალური სიტუაციებისთვის, ამიტომ ჩვენი სხეული ავტომატურად პასუხობს საფრთხეს. იქამდე ვხვეწთ ჩვენ უნარებს, სანამ ინსტინქტებად არ ჩამოგვეყალიბდება. შეიძლება ომის დროს დადგეს ისეთი მომენტი, რომ ფიქრის დრო აღარ გქონდეს. ამ დროს მხოლოდ ვარჯიშის დროს გამომუშავებული უნარები თუ დაგვეხმარება. საერთო ჯამში უკრაინის ძალები ინტენსიურ ბრძოლებში არიან ჩართული 1000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, რომელიც უკრაინის ჩრდილოეთ აღმოსავლეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთამდეა გადაჭიმული. ამ მომენტში პოკროვსკის რაიონი ყველაზე მეტად ზარალდება, რადგან რუსეთი მეზობელ დნეპროპეტროვსკის რეგიონში ცდილობს შეჭრას. უკრაინას სამწუხაროდ არ ჰყავს იმდენი სამხედრო, რამდენიც მას სჭირდება.